საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ქვეყნისთვის და ახალი ეტაპი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. შიო მესამე საქართველოს 152 პატრიარქია. ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია და უწმინდესის პირველი ქადაგება. გიყვებით რამდენიმე წუთში. საქართველოს 152 კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და ხელისუფლების პირველი პირები, როგორია მათი გზავნილები. საქართველოს სულიერი წინამძღოლი მილოცვებს იღებს სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალი იერარქიის წარმომადგენლებისგანაც. მისალოდ წერილებს აქვეყნებენ დიპლომატიური მისიებიც. ილია მეორის მიერ დატოვებული სულიერი მემკვიდრეობა და მისი გზის ღირსეულად გაგრძელება. რა გამოწვევებთან მოუწევს ეკლესიის ახალ წინამძღოლს გამკლავება და როგორი იყო შიო მესამის გზა პატრიარქობამდე. ისტორიული დღე და ეპოქალური მოვლენა საქართველოსთვის. ქვეყანას ახალი კათოლიკოს პატრიარქი ჰყავს. შიო მესამის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით აღსრულდა. შიო მესამე წმინდა ანდრია პირველწოდებულის 60 ქულო ტახტზე აღსაყდრდა. მას უძველესი საპატრიარქო მიტრა მეუფე დანიელმა დაადგა, გადასცეს პატრიარქის ინსიგნიები და შემოსეს პატრიარქისთვის განკუთვნილი ძოწისებრი მანდიით. განსაკუთრებით ემოციური იყო აღსაყდრების შემდეგ უწმინდესის და უნეტარესის პირველი ქადაგება. შიო მესამემ რწმენის, ერთობის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლი დაალოცა. ისტორიული მოვლენის შესახებ ვრცლად ნუცა კოროშინაძე გიამბობთ. დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეპოქა დაიწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე წმინდა ანდრია პირველწოდებულის 60 ქულო ტახტზე აღსაყდრდა. სიმბოლურია დღევანდელი თარიღი. ქვეყანა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს, წმინდანის, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა პირველად იქადაგა. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია და აღსაყდრების საზეიმო ცერემონია საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით აღსრულდა. უძველესი რიტუალის ფარგლებში მის უწმინდესობა ბისონით შემოსეს. სწორედ ბისონი განასახიერებს ქრისტეს უნაკერო კვართს და პატრიარქის უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას. უწმინდესსა და უნეტარეს გადაეცა პატრიარქის ინსიგნიები და შემოსეს პატრიარქისათვის განკუთვნილი საღვთისმსახურო სამოსით. ესრად ბრწყინავდი და თელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი შენი კეთილნი, დადიდებდნენ მამასა შენ საზეცათასა, ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. პატრიარქად გამორჩევის ლოცვა შიო მესამეს მიტროპოლიტმა ანანიამ წაუკითხა. ჯვარი მეუფე იობმა, პანაღიაკი მეუფე გრიგოლმა გადასცა. ინტრონიზაციის პროცესში მონაწილეობდნენ უპირატესი მღვდელმთავრები. უძველესი საპატრიარქო მიტრა შიო მესამეს მეუფე დანიელმა დაადგა. ამის შემდეგ კი ტაძარში სამჯერ გაისმა ბერძნულ ენაზე სიტყვა. Axios! Axios, Axios,
ეს არის დასტური იმისა, რომ ეკლესიამ და ერმა ახალი წინამძღოლი მიიღო და ეკლესიის მართვის პასუხისმგებლობა დღეიდან სწორედ მას ეკუთვნის. ამის შემდეგ კი შიო მესამემ ერისა და ბერის წინაშე საპატრიარქო აღქმა დადო. გარნა მადლითა და სასოებითა კაცთმოყვარისა მეუფისათა მივიღებ არჩევანსა ქრისტეს მორწმუნისა ერისასა და მოსრული წინაშე ღვთივ აღმაღლებულისა ამის სვეტისა ცხოველისა აღთქმასა ვყოფ საღვთოთა წესთა და სარწმუნოებისა დაცვისათვის ერთგულებისთვის ამა კათოლიკე ეკლესიისა და თავისა და სულისა დადებისათვის ვიდრე სისხლთა დათხევამდე ერისა ჩემისა კეთილდღეობისათვის ვითარცა მან განაპო ზღვა მეწამული და აღიყვანა ძველი ისრაელი ქვეყანად აღთქმისა ეგრეთვე შენცა განძლიერებულმან და მასზე და დაყრდნობილმან განაპო ზღვაი სოფლიო ღელვა გვემისა და ძლო შეყვანად აღლისა ისრაელისა ქვეყანასა საუკუნოისა აღთქმისასა განხმდი და განძლიერდი ვინაიდან სიტყვა გიძს მიცემად ღმერთსა ჩვენსა და მწყემსთავარსა იესო ქრისტესა აქციოს წირვის დასრულების შემდეგ ახლად არჩეული და უკვე აღსაყდრებული პატრიარქი შიო მესამე შემოსეს ძოწისფერი მანტიით. მეწამული შეფერილობის მანტია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქის უმაღლესი საეკლესიო ღირსებისა და ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. შემოსის შემდეგ შიო მესამეს ტრადიციისამებ კუნკულ-ბარტყული დაადგეს, რომელიც ქართული საპატრიარქოს იდენტობის ნაწილად ჩამოყალიბდა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასთან მის უწყვეტ ტრადიციასა და სულიერ მემკვიდრეობასთან ასოცირდება. ამის შემდეგ კი ახლად არჩეულმა პატრიარქმა პირველი ქადაგებით საღვთელოებასა და მრევლს მიმართა. უწმინდესმა და უნეტარესმა თავის სიტყვაში ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, საღვთო განგებულებასა და იმ სულიერ სიმძიმეზე ისაუბრა, რაც პატრიარქის მსახურებას ახლავს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო დედაქალაქის მერო, ყველა სამღვდელონო, მდემთავარნო, ღირსნო და პატიოსანო, მამანო, დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ძმანო და დანო. დიდია მადლი და წყალობა უფლისა ამ ღვთივკურთხეულ დღეს აქ სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენს წინაშე მდგარი მადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას. მაუწყე მეუფალო გზა, რომელსაც ვიდოდი. სასოებ და მუხს ვიყრი ყოვლად მოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველ დადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად. არავინ თავი თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არ ღმრთისა მიერ, ამბობს მოციქული პავლე. და მეც განცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია. მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები, არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ. დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს პატრიარქთა ღვაწლის წინაშე და შევთხოვ მათ ნეტარ სულებს მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი.
ამ წუთებში განსაკუთრებით გრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მწყემს მთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს, გმართებს მოუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა. ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის გასამრავლებლად, ერთობის და მშვიდობის დასამკვიდრებლად. გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც. ვსასოებ ყოვლად მოწყალე უფალს, ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანდრია მოციქულს და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს შიომ ღვიმელს, ღირს ალექსის ენაკელს შუშანიას. მადლობ მათ და ვთხოვ შეწევნას და კურთხევას კათოლიკოს პატრიარქობის ურთულეს გზაზე. მადლობას ვუხდი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ჩემდამი გამოვლენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჩვენ საყვარელ ხალხს, ჩვენს მრევლს, ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანადგომისთვის. მადლობა მინდა უთხრა ასევე ჩვენს საამაყო, როგორც იტყოდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დასს, ლოცვებისთვის და თანადგომისთვის და სიყვარულისთვის. გთხოვთ ილოცეთ ჩემთვის. შიო მესამის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებით საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. სრულიად საქართველოს 152 კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მილოცვებს იღებს. ქართული ეკლესიის ახალ წინამძღოლს პატრიარქად აღსაყდრება პირადად მილოცვა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლების პირველი პირები სულიერ წინამძღოლს, სულიერ სიმტკიცეს უსურვებენ იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც საზოგადოებაში რწმენის კიდევ უფრო განმტკიცებას, ქვეყანაში კი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას ემსახურება. ნინო საულქვეძე ამბობთ. კიდევ ერთი ისტორიული დღე და ისტორიული პროცესი. ახალი პატრიარქის შიო მესამის საპატრიარქო ცხოვრება სვეტი ცხოვლის ტაძრიდან დაიწყო. აღსაყდრების ცერემონიას სვეტი ცხოვლის ტაძრში უამრავი ადამიანი დაესწრო. ახლად არჩეული პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციას ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს პატრიარქს საპატრიარქო ტახტზე ასვლა მიულოცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ შიო მესამე ღირსეულად განაგრძობს იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც 10 წლეულობის განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე ქმნიდა. სრულიად საქართველოს გულოცა უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის ანდრია პირველწოდებულის წმინდა კათედრაზე აღსადრებას. ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისთვის და ყველას გვიხარია, რომ ვართ ამ მომენტის მოწმე. მე მინდა უსურვო მის უწმინდესობას და უნეტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, ეს საქმე გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ვართ ილია მეორეს პერიოდში დაბადებული, გაზრდილი, ეკლესიაში მისული ადამიანები, რომელმაც იგრძნო ის სულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა თითოეულ ქრისტიან ქართველს შორის. და მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ვიწყებთ იმ წერტილიდან, სადაც ილია მეორემ სუდარა გადაფარებული ქართული ეკლესია კვლავ აღორძინა, გააცოცხლა, ჩვენ როგორც მარიული შეკვრა, ჩვენ ვართ მომენტში, როდესაც ილია მეორემ დასთესა
და ჩვენ ვიმკით. და მნიშვნელოვანია რომ გაუფრთხილდეთ ამ დანატოვარს. ახლად არჩეულ პატრიარქს აღსაყდრება მიულოცეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, რომელიც განსაკუთრებულ წვრილს შეიტანს ერის და ხალხის გაერთიანებაში. მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის უღირსეულესი ადამიანი, ვინც კი იცნობს, ვინც არ იცნობს, ალბათ ამაში უკვე ყველა დარწმუნებული და ასეთი იყო ღვთისნება, ასეთი იყო მეუფეთა ნება და დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ვილოცავ მას და უსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს თავისი ამ უდიდესი პასუხისმგებლობით, და დაკისრებული მოვალეებსაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს და მართლაც ძალიან რთულია ილია მეორის მერე, უწმინდესობის მერე ამ დიდი ჯურის მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი ეროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში თავის სახელს, თავის სიტყვას დატოვებს, იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის კიდევ უფრო გაერთიანებაშიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. ისტორიული დღეა, რომელსაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დღეს ბევრი ათწლეულის შემდეგ ძალიან წარმატებული და დიდი მოღვაწეობის შემდეგ ჩვენი შემდეგი თაობა შეაფასებს როგორც მართლაც ისტორიულს და ეპოქალურს. ძალიან რთული მისია ეს ყველაფერი, მას შემდეგ რაც ვაფასებთ მომავალს ვაფასებთ იმ სტანდარტებით, რაც დაგვიტოვა ჩვენმა განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ. მინდა რომ იგივე და მეტი წარმატება ჰქონოდეს პატრიარქ შიოს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. გულით და სულით ყველაფერ დიდს და წარმატებულს უსურვებ მას. ისტორიული დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები და ახლად არჩეულ პატრიარქს მხნეობას უსურვებენ. ხაზს უსვამენ პატრიარქის როლსა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელობას ერის განვითარებაში. უდიდეს ეპოქალურ დღეებს ადევნებს ჩვენი საზოგადოება თვალყურს და რა თქმა უნდა ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ მთელს ერს ჩვენი ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას და უსურვებ ჩვენს პატრიარქს იმ უდიდესი ნახევარსაუკუნოვანი გზის გაგრძელებას ღირსეულად, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა ილია მეორემ დაიწყო ისევე ღირსეულად და ისევე ღირსეულად დაასრულა. ამ ისტორიული მომენტის მომსწრებად ყველა ჩვენგანი და შევქოვოთ უფალს, რომ ისწრებს მას ძალა, რათა ამ უთულის საქმეში იყოს ხმეთ და წაუდგეს ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას სანამოულო გამოთვლისაკენ და სიკეთისაკენ. პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში ბოლოს 59 წლის წინ 1977 წელს ჩატარდა. დღევანდელი დღიდან კი ქართული ეკლესიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. შიო მესამე მილოცვებს იღებს სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალი იერარქიის წარმომადგენლებისგანაც. საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავენ შეერთებული შტატების, უკრაინის, რუსეთის, რუმინეთის, სერბეთის, სომხეთის კათოლიკოს პატრიარქები. მისალოდ წერილს ავრცელებს ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხიც. შიო მესამეს პატრიარქად გამორჩევას ულოცავენ დიპლომატიური მისიებით. საქართველოს სულიერ წინამძღოლს სიბრძნეს და სიმტკიცებს უსურვებენ საპასუხისმგებლო გზაზე. მაღალი იერარქიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ შიო მესამე ღირსეულად გააგრძელებს იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე ემსახურებოდა. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევის სიხარულის თანამოზიარე ქრისტიანული სამყარო გახდა. შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრობა მიულოცეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ამერიკის შეერთებული შტატების, ალბანეთის, სერბეთის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის პატრიარქებმა. მისალოდ წერილებში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი უძველესი სამოციქულო მემკვიდრეობითა და ურყევი მოწამეობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში. გზავნილებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ილია მეორის მრავალწლიან მსახურებასაც. უწმინდეს მართლმადიდებლური სამყაროსთვის სულიერი ლიდერის მაგალითად იხსენიებენ, ხოლო შიო მესამეს ილია მეორის გზის ღირსეულ გამგრძელებლად.
თქვენი გამორჩევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია. სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული მრავალწლიანი ძმური კავშირები, რომლებიც მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მომავალშიც შექმნის თანამშრომლობის მყარ საფუძველს. გულითა და დვულოცავ მოძმეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ახლად არჩეულ წინამძღოლს მაღალი და საპასუხისმგებლო წოდების მიღებას. დაეუფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით. ახლად არჩეული პატრიარქი მსახურებას იწყებს თავისი წინამორბედის, ნეტარი ხსოვნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა ქრისტესადმი ერთგულების, ეკლესიისადმი თავდადებული მსახურებისა და საკუთარი ერის სულიერი მზრუნველობის მაგალითი გახდა. მისი წვლილი მართლმადიდებელი სარწმუნოების, საეკლესიო ტრადიციების შენარჩუნებასა და ხალხთა ღირსებისა და თავისუფლების მხარდაჭერაში სამუდამოდ დარჩება მართლმადიდებლობის ისტორიაში. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ წინ გაუძღვებით საყვარელ ქართველ ხალხს სულიერი პროგრესისა და ნაყოფიერების გზაზე. გააძლიერებთ რა მართლმადიდებლურ ერთობას და მის დინამიკას თანამედროვე ტანჯულ მსოფლიოში. აც განსვენებული უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის ტახტის მემკვიდრეობა თქვენს უნეტარესობას მისცემს წმინდა და მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ გააგრძელებთ შესაფერისილ ტოლვით და ერთგულებით. მტკიცეთ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება, რითაც წმინდა მოციქულთასწორი ნინოს ქრისტეს მიერმა საწყსომ შეიძინა სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მოძღვარი. პირადად ჩემი და წმინდა საბას ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მორწმუნეების სახელით გულითა და დგილოცავთ ღვთის სიყვარულის ამ დიდ ნიჭს. ლოცვით გისურვებთ, რომ თქვენი საპატრიარქო მსახურება წარიმართოს უფლისადიდებლად, თქვენი ადგილობრივი ეკლესიის საკეთილდღეოდ და ქრისტეს ეკლესიის სისავსის აღსაჩენებლად. თქვენი არჩევა მოსდევს მისი უწმინდესობის სამგზის ნეტარხსენებული პატრიარქის ილია მეორის დალოცვილ და გამორჩეულ მსახურებას, რომლის ერთგულებამ, სამწყოსადმი სიყვარულმა და სულიერმა წინამძღოლობამ მართლმადიდებელ მორწმუნეთა თაობები აღაფრთოვანა საქართველოშიცა და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშიც. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პატივსაცემი წინამორბედის ლოცვებითა და მაგალითით, ისევე როგორც საქართველოს წმინდანთა მეოხებით გამტკიცებული თქვენო უწმინდესობა უკვლავაც წარუძღვებით საქართველოს ეკლესიას მტკიცე რწმენითა და მამამბრივი მზრუნველობით. ვატიკანიდან გამოგზავნილ მისალოც წერილში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ეკლესიებს შორის ერთობისა და ძმური დიალოგის მნიშვნელობაზე. კარდინალი კურტ კოხი იმედს გამოთქვამს, რომ შიო მესამის მსახურება ქრისტიანულ სამყაროში სიყვარულისა და სულიერი კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ახალ პატრიარქს მილოცვა გაუგზავნა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმაც უნეტარესი დანიელი სამღვდელოებისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სახელით შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში და მისიონერულ მოღვაწეობაში მრავალი წლის გატარებას უსურვებს. პატრიარქს მილოცვის წერილს უგზავნის ლათინკათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო. უწმინდესო მამაო, სულიერი სიხარულითა და ღრმა პატივისცემით უერთდები იმ მილოცვათა ნაკადს ყოველი მხრიდან, რომ მოედინება თქვენსკენ საქართველოს 142 კათოლიკოს პატრიარქად არჩევისა და აღსაყდრების გამო. პირადად ჩემი და ჩემზე მონდობილი სამწყსოს სახელით გიდასტურებთ პატივისცემას და გარწმუნებთ ძმური ლოცვით შეწევნით თქვენს ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რაც იტვირთეთ. საქართველოსა და ქართველ კათოლიკეთა ოჯახი იგულეთ იმ დაეკლესიად, რომელსაც გააზრებული აქვს ჩვენი მაცხოვრისაგან დანატოვარი საერთო მისია სასופევლის საშენებლად და გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ ბოძებული დიდი სიხარულით გვსურს მოგილოცოთ მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსად, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევა. ამავდროულად ვევედრებით ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, მოგმადლოთ მრავალი სულიერი წარმატება თქვენზე მინდობილ ახალ მისიაში. წმინდა სინოდის წევრების, სამღვდელოებისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სახელით. ვისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ დალოცვილ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში და ღვთის შეწევნას მთელ თქვენს სამწყსო და მისიონერულ მოღვაწეობაში. მრავალჟამიერ და კურთხეულ იყოს თქვენი მოღვაწეობა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთობის იმ კავშირებს, რომლებიც სულიწმინდის მადლით რეალურად აერთიანებს თუნდაც ჯერ კიდევ არასრულად იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა სულ უფრო ხილული გახდეს უფლის მცნება, გიყვარდეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
საქართველოს ახალ პატრიარქს მილოცვები დიპლომატიური კორპუსიდანაც გაეგზავნა. შიო მესამის აღსაყდრებას გამოეხმაურნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის, ვატიკანის, სლოვაკეთის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები. მისალოც გზავნილებში ყურადღება გამახვილებულია საქართველოსთვის ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობასა და ახალი პატრიარქის საპასუხისმგებლო სულიერ მისიაზე. ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო მესამის არჩევას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან, ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას. ვულოცავ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად გამორჩევას და ეთქვენი წინამძღოლობა სიბრძნისა და ერთობის მომტანი იყოს და კურთხევა მოუტანოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს. ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს, ვუსურვებს სიბრძნეს, ძალას და ღვთის შეწევნას მის წმინდა მისიაში და მისმა წინამძღოლობა მოუტანოს ერთიანობა, მშვიდობა და იმედი ქართველ ხალხს. გულითადად ვულოცავ მთელ ერს. საქართველოს 142 პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. შიო მესამის აღსაყდრებისას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არაერთხელ გაისმა სიტყვა აქსიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესიამ და ერმა ახალი სულიერი წინამძღოლი მიიღო და ეკლესიის მართვის პასუხისმგებლობა დღეიდან სწორედ მას ეკუთვნის. ქართული ეკლესია და ქართველი ხალხი განსაკუთრებულად ერთიანია. ახალი პატრიარქის არჩევას გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში იმედითა და მოლოდინით ელოდა საზოგადოება, მრევლი დღესაც მრავლად იყო შეკრებილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ეკლესიისა და ერისთვის დღევანდელი დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ყველა თანხმდება და სულიერ წინამძღოლს საპასუხისმგებლო გზაზე ღმერთის შეწევნას უსურვებენ. ნანუკა წითელშვილი დეტალებით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს. შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. საპატრიარქო ტახტზე ოფიციალურად აღსაყდრდა. ინტრონიზაცია და აღსაყდრების საზეიმო ცერემონია საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით აღესრულა. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ, რომელსაც ქვეყანა თითქმის 5 საათის განმავლობაში ადევნებდა თვალს, კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პატრიარქის არჩევას ქართული ეკლესიისა და საზოგადოებისთვის. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ეს არის პირველი არჩევნები კათოლიკოს პატრიარქისა. და მე მინდა ვახარო ყველას, რომ ის ერთ სულოვნებაა, ის ურთიერთსიყვარული, ის განცდა ქრისტეს ეკლესიის ერთობისა, რომელზეც სულ საუბრობდით, გუშინ და დღეს თვალნათელია ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის. პატრიარქად დადგინების ლოცვისას შიო მესამემ თქვა, რომ ვიდრე სისხლის დათხევადმდე, ანუ დაღვრამდე, იღვაწებდა ეკლესიის საკეთილდღეოდ. ეს სიტყვები იქ შეკრებილი სასულიერო პირებისთვის იქცა როგორც ერთგულებისა და მსახურების უმაღლესი პირობა, რომელიც ახალმა პატრიარქმა ეკლესიასა და ხალხს მისცა. ვერ მონაზვნები შიო მესამეს სიბრძნეს, სიმტკიცესა და მშვიდობას უსურვებენ, რათა მან შეძლოს ქართული ეკლესიის ერთიანობის დაცვა და იმ სულიერი მისიის გაგრძელება, რომელსაც ატარებდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. უმნიშვნელოვანესი დღე არის დღეს. რადგანაც ესეთი ფაქტი მოვლენა ხდება ნახევარ საუკუნეში ერთხელ, ან 30 წელიწადში ერთხელ. ამდენად მთელი ზეციური საქართველო დღეს ხარობს და ასევე მიწიერი საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. ღმერთმა შეაძლებინოს მეუფე შიოს აი ამ მძიმე ჯვრის ტვირთვა, რაც არის პატრიარქობის და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები მოვისმინეთ პატრიარქად დადგინების ლოცვაში, ვიდრე სისხლის დათხევადმდე, ანუ დაღვრამდე. მე
ეკლესიის საკეთილდღეოდ ვიღვაწებო. საქართველოს, რომელიც აზგანშენებულმა პატრიარქმა დაგვიტოვა, მგონია რომ ქვია მის მიერ მოწეული მოსავალი და ამ მოსავალს ქრისტეს რთველი ქვია. დარწმუნებული ვარ, როგორც პატრიარქის სიყვარულმა გააერთიანა, ილია მეორის სიყვარულმა გააერთიანა მთელი საქართველო, ისე გააერთიანებს მეუფეშიოს სიყვარული. გილოცავთ ყველას ამ დღეს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდა მრევლი. მორწმუნეების ნაწილი ინტრონიზაციის ცერემონიალს უშუალოდ ტაძრის შიგნით ადევნებდა თვალს, ნაწილი კი ეზოში სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანებთან იყო შეკრებილი. ინტრონიზაციისა და აღსაყდრების საზეიმო რიტუალის დასრულების შემდეგ შიო მესამე ტაძრის ეზოში გამოვიდა. ახალი პატრიარქი მრევლს მიესალმა და აკურთხა. მორწმუნეების თქმით, პატრიარქი მათთვის მხოლოდ ეკლესიის მეთაური არ არის, ის არის ადამიანი, რომლის სიტყვაშიც ნუგეშს, სიმშვიდესა და იმედს ხედავენ. მთელი ქართველიერი გახარებულები ვართ და რა თქმა უნდა ერმაც და ბერმაც ერთად უნდა შეძლოს ის, რომ ის ძალიან დიდი ნაშრომი და ის მართლაც რომ განუზომელი ღვაწლი, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაგვიტოვა ჩვენ, უნდა გავაგრძელოთ ის ტრადიცია, ის წესი და რა თქმა უნდა ერთმა გავერთიანდეთ აი ამ დიდი საქმის წინაშე. ნახევარ საუკუნეში ერთხელ ხდება და ბედნიერები ვართ, რომ მოვესწარით ასეთ ღირს შესანიშნავ დღეს. რომ ყავს ახალი პატრიარქი, ღმერთმა ნათელში ამხრივ ჩვენი ილია მეორე, ნამდვილად წმინდანი, მეუფეშიო ფაქტიურად მართავდა ამდენი წელი, ხომ? და ძალიან ლამაზად წაიყვანა ჩვენი ეკლესიური ცხოვრება. ნამდვილად დიდი კმაყოფილები ვართ, რაც აქამდე მეუფეშიომ გააკეთა. უძლიერესი, უსაყვარლესი და მართლა ღირსეული პატრიარქი დაგვიმკვიდრა უფალმა. გამოირჩია. გვიყვარდა, გვიყვარს და გვეყვარება მუდამ. საქართველოსთვის დიდი იმედია და საქრისტიანოსთვის. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, უფალი შეეწიოს ამ საქმეში და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ვუსურვებ, რომ ღმერთმა მისცეს ძალა, მხნეობა, სიკეთე, რომ გაუძღვეს ასეთ მნიშვნელოვან საქმეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ღირსეულად გაუძღვება ამ მოვალეობას. დღეიდან ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე წარუძღვება. თითქმის ნახევარ საუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ 2026 წლის 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო. მოვლენა, რომელსაც მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს, ტრადიციის, რწმენისა და ხალხის ერთობის კიდევ ერთ სიმბოლოდ იქცა. ილია მეორის თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მმართველობის შემდეგ ქართველიერის სულიერებაზე და ერთიანობაზე ზრუნვა დღეიდან შიო მესამეს მოუწევს. ეს გარკვეულწილად ილია მეორის ნების აღსრულებაცაა და მისი დაწყებული გზის გაგრძელებაც. ეს კარგად გამოჩნდა ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონიაზეც, როდესაც მეუფე დანიელმა ეკლესიის ახალი წინამძღოლის წარდგენისა შიო მესამე ილია მეორის ღირსეულ მემკვიდრედ მოიხსენია. სიმბოლურია, რომ პატრიარქ შიო მესამის საეკლესიო ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ილია მეორე მის გვერდით იყო. ბერი შიო მღვდლად 1996 წელს სწორედ უწმინდესმა და უნეტარესმა აკურთხა. 2017 წელს კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრად გამოარჩია. როგორი იყო შიო მესამის გზა პატრიარქობამდე, სოსო ელისაშვილი გიამბობთ. პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელება, ახალი გამოწვევები ქართული ეკლესიის წინაშე და გზა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ უნდა გაიაროს. სრულიად საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. დღეს ეკლესიის საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე იმისგან განსხვავებული რეალობა დგას, ვიდრე ილია მეორის ინტრონიზაციისას იყო. აზგანსვენებულმა პატრიარქმა 1977 წელს გაძარცვული და დევნილი ეკლესია ჩაიბარა და არაერთი სირთულის გადალახვა. საზოგადოების რწმენისკენ დაბრუნება ეკლესიის წინააღმდეგ არაერთი შეტევის მოგერიება, ეპარქიების ზრდა და სამღვდელოების გაძლიერება შეძლო. მოძღვრის სულიერი მამისა და მასწავლებლის გზას უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე გააგრძელებს. სიმბოლურია, რომ მეუფე დანიელმა პატრიარქის ინტრონიზაციისას მას ილია უწოდა და განმარტა, რომ უწმინდესი და უნეტარესი მისი წინამორბედის გზის ზუსტი გამგრძელებელია. ორია სასლოვანი ივერიის ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე საბრძანდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია შიო მესამე, ამინ, ამინ, იყავ. ესე იგი, ეს იმიტომ ვთქვი, რომ ეს არის ზუსტი გამგზელებელი და ილია სულით არის, ილია სულით. მინდა მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადაუხადო თბილისის სიტყვებისთვის და დალოცვისთვის. მეუფე შემთხვევით არ არის, რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ სიტყვის დასასრულს ესეთი სიტყვოთი და სიყვარულით. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია, ჩვენ ყველანი ვართ მისი ოჯახი, ის მამა იყო ჩვენი დიდი და ჩვენი ვალია მართლაც როგორც თქვენ ბრძანეთ, გავაგრძელოთ ეს მისი დიდი საქმე. სიმბოლურია, რომ პატრიარქ შიო მესამის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ილია მეორე ყოველთვის მის გვერდით იყო. პირველად უწმინდესსა და უნეტარეს კონსერვატორიის სტუდენტი ერისკაცი ელიზბარ მუჯირი ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა, როდესაც თავად კომკავშირს მეგობრებთან ერთად უპირისპირდებოდა. როგორც დღეს პატრიარქი იხსენებს, ილია მეორესთან გასაუბრებამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. არაეკლესიური ერისკაცი ჯერ შიომღვიმის მონასტერში მორჩილად წავიდა, მოგვიანებით ბერადაც აღიკვეცა და უკვე ბერდიაკონი შიომღვდლად პატრიარქმა პირადად აკურთხა. ჩვენ მეგობრები ვიყავით, მაშინ კომკავშირს ძალიან აქტიურად და ესეთი გამოსვლები ჰქონდა საკმაოდ მწვავე და გაგვიბარეს მაშინ ისეთმა საზოგადო მოღვაწეებმა ზოგი ცოტა შეწუხდა რომ რაღაცა ძალიან ხიფათში არ მოგვიყვეს და მე უწმინდესთანაც ესე სულ შეხვდა და მივედით იმ შეხვედრამ შეცვალა ჩემი ცხოვრება არ ვიყავით ეკლესიაში მაგრამ ის ჰქონდა ძალიან პატრიოტული განწყობა. მღვდლად კურთხევიდან 7 წლის შემდეგ იღუმენი შიო წმინდა სინოდმა და პირადად პატრიარქმა ახალშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად გამოარჩია. ილია მეორემ სრული ნდობა გამოუცხადა მეუფე შიოს ღირსეული სასულიერო მოღვაწეობის შემდეგ კი საკუთარ თანამოსაყდრედ დანიშნა და ეკლესიის დროებითი მართვა ჩააბარა. მეუფე შიოს ულოცავ ამაღალ წოდებას და იმედი მაქვს რომ გამართლებს დაკისრებულ ერთის მხრივ ძალიან დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ ესეთი დიდი პატივი მარგუნა წილად. მეორეს მხრივ ძალიან გველავ, რამე თუ ეს უდიდესი ჯვარია. ეს არის განსაკუთრებული ვითარება, ესეთი ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ. თანამოსაყდრის და ილია მეორის მემკვიდრის რანგში პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი შიო ეკლესიას უწმინდესთან და უნეტარესთან ერთად 9 წლის განმავლობაში მართავდა. დღევანდელი დღიდან კი ტვირთის ტარება მარტოს მოუწევს. მნიშვნელოვანია, რომ შიო მესამე საკუთარ ქადაგებებში ხშირად ამახვილებს ყურადღებას, რომ ეკლესიამ სწორედ ილია მეორის გზით უნდა გააგრძელოს სულა. პატრიარქად გამორჩევის შემდეგ კი განსვენებული უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღასრულა. დიდი მამია და წყალობა ღვთისა სოფლიოს შეცვლილი წესრიგის, გლობალიზაციის და ყალბი და გამოგონილი იდეოლოგიებით რწმენის, ტრადიციებისა და იდენტობის ჩანაცვლების პროცესში მნიშვნელოვანი სწორედ ეკლესიის სიძლიერე და მყარი პოზიციები იქნება. ამ პოზიციების გაძლიერებაში კი ეკლესიის საჭეთმყრობლის როლი გადამწყვეტია. მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა ისტორიულ მოვლენას ახალი პატრიარქის აღსაყდრებას ეიმობს, ეირის ერთიანობა კვლავ მძიმე სანახავი აღმოჩნდა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც უკვე წლები აღიად ეწინააღმდეგებიან ძლიერი ეკლესიის არსებობასაც და ეირის ერთობასაც. ანტიეროვნული ძალები ისევ არ წყვეტენ შეტევას ეკლესიის წინააღმდეგ. სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი რიტორიკა. რაც ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა ახალი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. მძიმე ბრალდებები ეკლესიის წინააღმდეგ ილია მეორის სიცოცხლეშიც მრავლად ისმოდა. მიზანი მაშინაც და ახლაც განხეთქილების შეტანით ავტორიტეტული ინსტიტუტის დისკრედიტაცია და ეკლესიის როლის შესუსტებაა. თუმცა მართალი გუნდი დარწმუნებულია, რომ უცხოეთიდან კოორდინირებული ანტიქართული კამპანია შედეგს ვერ გამოიღებს საქართველოში. ანა შანიძე კი ამბობთ.
ერის მორიგმა ერთიანობამ და საერთო ეროვნულმა სიხარულმა მწუხარებაში ჩააგდო ანტიეროვნული ძალები. იმ დროს, როდესაც მთელი ქვეყანა თვალს ისტორიულ მოვლენას, ახალი პატრიარქის აღსაყდრებას ადევნებდა, ნაცოპოზიცია და მათთან დაკავშირებული ჯგუფების საერთო ზეიმში დისონანსის შეტანას ცდილობდნენ. პირველობა არავის დაუთმო ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიმდინარე საზეიმო წირვიდან მხოლოდ ის მონაკვეთი მოჭრა, რომელსაც სპეკულაციებისთვის გამოიყენებდა. გამოიყენეს კიდეც ვიდეო შეურაცხმყოფელი რიტორიკით და სიძულვილის ენით, მალევე გადააზიარეს ნაცმოძრაობის აქტივისტებმა. ანტიქრისტიანული ძალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნე პატრიარქი შიო მესამია, რომლის დისკრედიტაციასაც მას შემდეგ ცდილობენ, რაც ის პატრიარქმა ილია მეორემ თანამოსაყდრედ გამოარჩია. აი თქვენი დედაც მოყან რა. ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის. გალაქტიონი მანამდე კი საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როგორც ძველ ახალ ცეკას მდივნებს შეღაღადებდნენ, იმის წასვლა თქვენმა მოსვლამ გადამატანინა. ეძღვნება შიო მესამეს. კონკორდაც სანამ არ დაახვევთ და არ შეტენით ამ შიოს მანამდე შეცით თქვენს რწმენას. არ მჯერა რომ პატრიარქი რაიმე სასიკეთოს გააკეთებს ხალხისთვის. ეკლესიაზე თავდასხმის კოორდინირებულ კამპანიას არ ჩამორჩა თვითგამოცხადებული მორწმუნე მიხეილ სააკაშვილი. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი, რომლის მმართველობის ანგარიშსაც 2004 წლის გლდანის ეკლესიის დანგრევაა, თავს კვლავ ეკლესიის მაშენებლად წარმოაჩენს. თუმცა ის ერთადერთი პატიმარი არ არის, რომელიც საპატრიარქოს დისკრედიტაციას ცდილობს. ანტიეროვნულ კამპანიაში საპატიმროდან ჩაერთო ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძე. უყურებს სასულიერო პირებს და ცოტა ტრაგიკომიკური ხომ არ არის ეპისკოპოს, როცა შეხედავ პირველი მათგან გამოსჭვივის მატერიალური სიმდიდრე, ფუფუნება და არა სულიერება, ღვთიურობა. შიოს შეიძლება შეგნყავდა ამომრჩეველი თავიანთ ხალხში, მაგრამ ქვეყანაში მაგას უფრო ნაკლები ამომრჩეველი ყავს, ვიდრე მომხრე დარწმუნებული ვარ ამაში, ერთ-ერთი მე ვარ მათ შორის, რომ არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგონია, არასოდეს და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას ჩემთვის, რა თქმა უნდა, პატრიარქად. ნაცოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ზიზღისა და სიძულვილის კამპანიის უკან ავტორიტეტული ინსტიტუტის დისკრედიტაციას და ეკლესიის როლის შესუსტების მიზანს ხედავს ხელისუფლება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კოორდინირებული მიზანმიმართული კამპანიის მონაწილეები უცხოელი დამკვეთების დავალებების შესაბამისად მოქმედებენ. ჩვენ ამის უკან დავინახოთ მათი უცხოელი დამკვეთები. ეს არის ხაზი, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეხლა ამუშავებული არის ეკლესიის წინააღმდეგ. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სიფხიზლე გამოიჩინოს. ჩვენ ვიხილავთ ეხლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა ეკლესიის სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ. და კარგად დავაკვირდეთ, ვინ ართმევს ამ ხელს, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელი უცხო ქვეყნების საჯარო ინსტიტუტების კორიდორებში დადიან, რომელ საელჩოებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს. ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა, რომ ის უცხოელები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ძმად და მეგობრად, დღეს ცდილობენ ჩვენს მოხრჩობას, როგორც სახელმწიფოსი, ასევე ეკლესიის და სწორედ მათი ბიძგით, მათი კარნახით და მათი დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები. თავ შევიკავებ მათი გამონათქვამების შეფასებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ერთ წუთს თუ ვილაპარაკებთ იმაზე, როგორ უნდა გაერთიანდეს ხალხი და მეორე წუთს ვუპასუხებთ, შევართ ისეთ პოლემიკაში, რომელიც აი ესეთი დღისთვის არ იქნება შესაფერისი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ თვითონ გადახედავენ ამ თავის დამოკიდებულება, შეიძლება გააკრიტიკო პოლიტიკოსი, გააკრიტიკო სხვა სფერო ნებისმიერი, მაგრამ აქ დღევანდელ დღეს მე მგონი ცოტა ზედმეტი უადგილოა და ამიტომ ამ პოლემიკაში ჩვენ არ უნდა შევიდეთ. პატრიარქ შიო მესამეზე თავდასხმასა და ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას აზრის თავისუფლებად მიიჩნევენ ლელოში. ერისა და ბერის საერთო ზეიმის დღესაც კი თავშეუკავებელ ჯგუფებს მონანიებისკენ მოუწოდებს მმართველი გუნდი.
შეიძლება რომ ადამიანს გააჩნდეს გარკვეული კრიტიკული შეხედულება ეს აზრის თავისუფლების წიაღში შესაძლო არსებობდეს, მაგრამ შევეცადოთ ვიპოვოთ საერთო ენა. როგორც ეშმაკს ნაკურთხი წყლის ეშინია, ისე ეშინია ნაცმოძრაობას ხოლმე სიმართლის, რწმენის, ოჯახური ღირებულებების, ეკლესიის. ამიტომაც არის რომ დაფრთხებიან ხოლმე, თუმცა არ აუშავს. ჩვენ მოგვეპოვება ნაკურთხი წყალი და თუ ძალიან დაფრთხებიან, შეიძლება ვაპყუროთ თუ რაიმე ეშველებათ, მაგრამ ჯამში ეშველებათ მაშინ, როდესაც ისინი იურიდიულად ჩამოცილდებიან ქართულ პოლიტიკას. ზოგადად ფარისეულობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა. ჩვენი ამ შემთხვევაში პოლიტიკოსების მოვალეობა უბრალოდ შევაფასოთ ეს საკითხი, ხოლო რაც შეეხება შენდობას, მათ შენდობაში შესთხოვან უფალს და ქართველებს. ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნული იდეის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია მიმდინარეობს. ნაცოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფები განსაკუთრებით ერის ერთიანობის დროს აქტიურობენ. მორალურ და ზნეობრივ ჩარჩოებს გასცდნენ პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებისას და ახლაც პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებისას. ეკლესიის გარდა ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების თავდასხმის სამიზნეა საკუთარი ქვეყანაც. ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსა და ქართველი ხალხის დასჯას ტრადიციულად უცხოელი მოკავშირეებისგან ითხოვენ. სწორედ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შემუშავდა პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე მიიღო. დოკუმენტში მოთხოვნილია საქართველოს მოქალაქეების სანქცირება, მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლება და ისმის ტრადიციული მუქარა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით. კენჭისყრის პროცესს პირადად ესწრებოდა ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რაც მართალი გუნდისთვის მორიგი ილუსტრაციაა იმისა, რომ ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობს. ქართული ოცნების წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს დოკუმენტის ინიციატორებს, რომ დეზინფორმაციაზე აგებულ რეზოლუციებს საქართველოსთვის ფასი არ აქვს. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის იმ სხდომაზე პოზირებს, სადაც მისივე ქვეყნის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით ის დოკუმენტის შინაარსის ერთ-ერთი ინიციატორია, შესაბამისად არავის გაკვირვებია ის, რომ რეზოლუცია არაერთ უარგუმენტო ბრალდებასა და უსაფუძვლო კრიტიკას შეიცავს. საუბარია სხვადასხვა საქმეებზე დაკავებული მსჯავრდებულების გათავისუფლებაზე, ისმის მუქარა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებითა და საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადახედვით. დოკუმენტში მოწოდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვასთან დაკავშირებით იქამდე ვიდრე ქვეყანა, როგორც ავტორები ამბობენ, პოლიტიკურ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს, თუმცა ყველაზე მთავარი მოთხოვნილია საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება, მათ შორის ევროპაში მიმოსვლის აკრძალვა და ეროვნული მნიშვნელობის კანონების გაუქმება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის მიიღო. მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ქართველი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე. ითხოვს, რომ ეს სანქციები მოიცავდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას, რათა მოხდეს რეაგირება დემოკრატიული პრინციპების ხელყოფასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადახედონ საქართველოსთვის გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას და შეაჩერონ ნებისმიერი საბიუჯეტო მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს ხელისუფლებას. მანამ სანამ აღნიშნული კანონი არ იქნება გაუქმებული და რეპრესიები არ შეწყდება. გამოთქვამს სურვილს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იყოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვაზე. პარიზში სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს მხარდამჭერები ტრადიციულად თბილისში ოპოზიციის რიგებიდან გამოუჩნდნენ, რომლებიც არმალავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებისთვის და ქვეყნის იზოლაციისთვის იბრძვიან. ძალიან კარგად იციან, რომ მათ ამ ქვეყნის წინაშე, ისე როგორც ჩვენი ევროპული და ეროვნული ლიდერების წინაშე აქვს ძალიან დიდი ცოდვები ჩადენილი და ისინი ამისთვის გადაიხდიან ადეკვატურ საზღაურს. ისინი იქნებიან კიდევ უფრო მეტად იზოლირებული ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან. ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები იღებენ მონაწილეობას იმ დარტყმებში,
რომელიც დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს. სახელმწიფო გუნდში სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად მუდმივ რეჟიმში იბრძვიან. მართლ პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ დეზინფორმაციებზე აგებულ დოკუმენტებსა და რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. როდესაც რეზოლუციებში საქართველოს დასახელებაც კი როგორც სახელმწიფოშიც კი არ არის ხოლმე სწორად, იმდენად ჩვენთან ეძახიან ხოლმე ამას ტერმინს გამოიყენ მიაფუჩეჩეს, ხო გაგიგიათ ესეთ. იმდენად ასე ერთი ხელის დარტყმით, ხელის მოწერით, ერთი თვალის გადავლებით იქნება რეზოლუციები, რომ მე ფასი თავისთავად ეკარგება ამის გამო. ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში და სწორ ადგილას იყო, ზუსტად იყო თავის სამშობლოში და იყო იმ ადგილას, სადაც საქართველოს და ქართული ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული. ასე რომ აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ. ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. არაერთი რეზოლუცია ყოფილა მსგავსი, მაგრამ სამწუხაროა დღეს რომ ევროპული ქვეყნები და ევროპული ამ შემთხვევაში ლიდერები ყველანაირი ფაქტებისგან დაცლილ რეზოლუციებს აქვეყნებენ და ჩვენ ერთადერთი რასაც ვითხოვთ ის არის რომ ნებისმიერ რეზოლუცია ეს შეიძლება იყოს კრიტიკულიც კი ვითხოვთ რომ იყოს იმ ფაქტებით გამყარებული რომელიც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში და არა რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებზე დაყრდნობით. რეზოლუცია, რომ ოპოზიციის ნარატივზე აგებული, მოწმობს ის ფაქტიც, რომ დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით, რომლის შინაარსის დეზინფორმაციულობა გამოძიებითაც დადასტურდა. ძალაუფლების უზურპაცია, არჩევნების გაუქმება, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, ადამიანის უფლებების დარღვევა, ფულის გათეთრება. მძიმე ბრალდებებს უკრაინის პრეზიდენტს მისი ყოფილი პრესმდივანი უყენებს. ამერიკელი ტელეწამყვანისთვის მიცემულ ინტერვიუში იულია მენდელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს და მშვიდობის გზაზე მთავარ დაბრკოლებად სწორედ ვლოდიმირ ზელენსკის მიიჩნევს. ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ თავგანწირული დამწუხრებული გმირის ნიღაბს მიღმა რეალურად გაუწონასწორებელი ნარკოდამოკიდებული დიქტატორი იმალება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ომს პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს. სკანდალური ინტერვიუის შესახებ მოგგი მარიამ რატიანი გიამბობთ. კორუფციონერი, ნარკოდამოკიდებული, გაუწონასწორებელი და არაემპათიური დიქტატორი. ასე ახასიათებს ვოლოდიმირ ზელენსკის მისი ყოფილი პრესმდივანი. ამერიკელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში იულია მენდელმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. ზელენსკის ყოფილი პრესმდივნის თქმით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვაში 2019-2021 წლებში იმყოფებოდა, გადაცემაში სტუმრობის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის იმ გზავნილის მიწოდება იყო, რომ უკრაინის მხარდაჭერა ზელენსკის მხარდაჭერას არ ნიშნავს და უკრაინის პრეზიდენტის რეალური სახე მისის სატელევიზიო იმიჯისგან რადიკალურად განსხვავებულია. იულია მენდელი აცხადებს, რომ თავგანწირული, დამწუხრებული გმირის ნიღაბს მიღმა გაუწონასწორებელი დიქტატორია ამოფარებული, რომელიც საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ომს პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს და რეალურად ემპათია არ გააჩნია. პირველ რიგში ის არ არის ადამიანი, რომელსაც კამერების საშუალებით ხედავთ, სრულიად განსხვავებულია, ყოველთვის სხვადასხვა ნიღბებსა ამოფარებული, ემოციურად გაუწონასწორებელია. საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს, ხშირად ისტერიულია, თვლის, რომ ადამიანების გამოყენება მართებულია. არ გააჩნია ემპათია, როგორც ამას წარმოაჩენს. ის არაჩვეულებრივი მსახიობია, რამაც 2022 წელს ბევრი მხარდაჭერა მოუტანა. თუმცა მის თამაშს შინაარსი არ გააჩნია. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რეალობა სრულიად აცდენილია და მისი სიტყვების უმრავლესობა ან მანიპულაციები, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტები, ან წმინდა წყლის ტყუილებია. მილიონობით ადამიანს კი კვლავ სჯერა, რომ ზელენსკის მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. იულია მენდელის თქმით, ზელენსკისთვის მთავარი პიარია საზოგადოებაში მისი რეიტინგის კლებისას დადებითი განწყობების გასავრცელებლად და საკუთარი თავისგან გმირის ხატის შესაქმნელად ის თავის გუნდს ნაცისტური პროპაგანდის წარმოების დირექტივებს პირადად აძლევდა. ყოფილი პრესმდივნის თქმით, ზელენსკის იდეოლოგია ავტორიტარული მმართველობის დამყარებას ეფუძნება. ზელენსკიმ მაგიდაზე ხელები დააწყო, ჩვენსკენ გადმოიხარა და გვითხრა, თუ გნებავთ გებელსის პროპაგანდა იყოს, მე 1000 მოლაპარაკე პირი მჭირდება გებელსის
გებელსის პროპაგანდით. Ფიქრობ, რაც 2022 წელს მოხდა, მან მოაგროვა თავისი 1000 მოლაპარაკე გებელსის პროპაგანდის თავი. მე მასთან 2 წლის განმავლობაში მუშაობდი და 2 წელი ეს ადამიანი 2 ფრაზას იმეორებდა. ერთი ის ამბობდა, რომ უკრაინა დემოკრატიისთვის მზად არ არის, ციტირებ. მეორე ციტატა იყო, რომ დიქტატურა წესრიგ. ამიტომ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობდეს, დემოკრატიის სახე იყოს. ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა ასევე უკრაინაში არსებული კორუფციის სხვადასხვა ფაქტებზე ისაუბრა. იულია მენდელის თქმით, ფინანსურ სქემებს სათავეში თავად პრეზიდენტი უდგას. როდესაც მე ზელენსკიზე ვსაუბრობ, მე ინსაიდერი ვარ. ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრები, ვინც მისთვის მუშაობს და მჯერა, რომ ზელენსკი ბევრი ფინანსური სქემის ფულის გათეთრების უკან დგას. იულია მენდელმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ომში დაღუპულთა რეალურ რაოდენობას მალავს. მისი თქმით, არსებობს საბრძოლო მოქმედებებისას გარდაცვლილ ჯარისკაცთა დაღუპვის მიზეზის გაყალბების ცალსახა ფაქტები. ამასთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე ადამიანების გაგზავნა ზელენსკის მხრიდან ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიებაა მისი საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირებისთვის. იულია მენდელი აცხადებს, რომ უკრაინაში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და ყველას, ვინც საპირისპირო აზრს გამოხატავს ან ციხით ან ქვეყნიდან გაძევებით, ან და სულაც ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნით სჯიან. ფრონტის წინა ხაზებიდან მსმენია, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ცხედარს სახლში გამოასვენებენ და მას თავში ტყვია აქვს მოხვედრილი. მთავრობის ადგილობრივ წარმომადგენლებს მისი რეგისტრირება არ უნდა და ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი მაგალითად გულის შეტევაა. ეს ომია და ალბათ ასეთები ყველა ომში ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილ ციფრს ვერასოდეს გავიგებთ, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ თუ ვინმე რაიმე ცუს ჩაიდენს, მას დავსჯით და ფრონტის წინა ხაზზე გავუშვებთო. ეს მისივე განცხადებებშია. იულია მენდელი ზელენსკის ასევე მანიპულატორს უწოდებს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებთან ურთიერთობების ესკალირებას ხელოვნურად ახდენს. ის სხვადასხვა ასპარეზზე აქტიურად სპეკულირებს უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხით. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კი პარიზში პუტინთან გამართული შეხვედრა მოყავს, რომელსაც თავადაც ესწრებოდა და აცხადებს, რომ დახურულ კარს მიღმა ზელენსკიმ პუტინს პირადად აღუთქვა, რომ უკრაინა არასოდეს გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა. 2019 წელს მე მასთან ვახდი პარიზში პუტინთან შეხვედრისას და მის გარშემო ძალიან ცოტა ადამიანი იყო, ვინც სიმართლე იცოდა. მას პუტინთან პირადი საუბარი ჰქონდა, სადაც დაპირდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასოდეს გახდებოდა. ეს 2019 წლის დეკემბერი იყო. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის მისი ამ პირობის შესახებ. ის ნატოთი მანიპულირებდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ეს უბრალოდ წარმოსახვები იყო. ის შეუძლებელ გეგმებს ახავდა და ამას მშვიდობის კონდიციებად იყენებდა. 2024 წელს მან პარლამენტს გამარჯვების გეგმა წარუდგინა და განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო. თუმცა ეს სასაცილოა და შეხედეთ, როგორ იყენებს ის ამ ყველაფერს. ის შეუძლებელ საკითხებს იყენებს საკუთარი გეგმების გასამართლებლად და ასე ქმნის საკუთარი თავისგან გმირის ხატს. ამერიკელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში იულია მენდელმა ომის დასრულების საკითხებიც განიხილა. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საშუალება სულ მცირე 7-ჯერ ჰქონდა. იულია მენდელის განცხადებით, ზელენსკის ომის დასრულება ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში შეეძლო და სტამბულში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ის დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას პირადად დათანხმდა. ის ასევე აცხადებდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებდა, როდესაც ბუჩას გათავისუფლების შემდეგ იქ არსებული მძიმე ვითარება იხილა. თუმცა მოგვიანებით საქმეში დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ჩაერთო. იულია მენდელის თქმით, ომის დასრულება ზელენსკის ინტერესებში არ შედის, რადგან მისი რეიტინგი დაბალია და ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ახლა ამბობენ, რომ ეს რუსების მოგონილი ტყუილია, მაგრამ ეს უკრაინელების და არა რუსების მიერ მოყოლილი ისტორიებია. ეს იყო იმ უკრაინელების ისტორია, რომლებსაც მშვიდობა სურდათ. ბორის ჯონსონმა გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. ზელენსკის პირობა მისცა, რომ მას ყველაფერი ექნებოდა. იარაღი, გავლენა, აღიარება და ის ბრძოლას გამოუცხადებდა რუსებს და ექნებოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. ზელენსკი ყოველთვის შეიცვლის პოზიციებს ომის გასაგრძელებლად და მეტი ფულის მისაღებად. მას პოლიტიკური სუიციდი არ უნდა. ომის დასრულება კი მისთვის სწორედ პოლიტიკური სუიციდია. იულია მენდელმა ასევე ზელენსკის ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივნის თქმით, მისი განცხადება ზელენსკის გარემოცვის ნაამბობს ეფუძნება. როდესაც ინტერვიუსთვის ვემზადებოდით ხოლმე, ის 15 წუთით სააბაზონოში იკეტებოდა, შემდეგ კი იქედან სრულიად სხვა ადამიანი გამოდიოდა. ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ.
სკანდალური ვრცელი ინტერვიუ არაერთ მნიშვნელოვან პასაჟს შეიცავს, თუმცა იულია მენდელის განცხადებით მისი მთავარი სათქმელი უკრაინის ხალხის პოზიციების გახმოვანება იყო, რომლებსაც ომის დასრულება სურთ. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა პრესმდივანმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა, ზელენსკი და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს ყაპასტევის საინფორმაციო გამოშვება შვიცაძე, მოხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.